ირანის რეჟიმი გაბრაზებულია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მასუდ პესეშკამ პირდაპირ დაუპირისპირდა ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებს თეირანის ყველაზე სუსტი მომენტის დროს. კრიზისი თავად ირანის ხელისუფლების შიგნით აფეთქდა. ამ შაბათს, 2026 წლის 2 მაისს, მაშინ როცა ირანი ცდილობს პაკისტანის მეშვეობით ახალი წინადადება გაუგზავნოს შეერთებულ შტატებს, ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს და ჰორმუზის სრუტე კვლავ ზეწოლის ქვეშაა. ირანი ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ ვეღარ მალავს, ვინ მართავს სინამდვილეში ქვეყანას. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში ინფორმაცია, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მიუსონ ალვესი. კრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც პესეშკამ და პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაღე გალიბაფმა დაიწყეს საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღის გადადგომის მოთხოვნა. ბრალდება მძიმეა. არაღი ბირთვულ მოლაპარაკებებში ისლამური რევოლუციური გვარდიის მითითებებს მისდევდა და სამოქალაქო მთავრობას სათანადოდ არაცნობებდა. ფაქტობრივად, ირანის პრეზიდენტი გვერდზე გასწია სამხედრო სტრუქტურამ, რომელიც ძალაუფლებაზე მაღლა დგას. ეს ნაბიჯი მკაცრი ფრთისთვის ღალატად ითვლება. ისლამური რევოლუციური გვარდიისთვის პესეშკა მხოლოდ მინისტრის შეცვლას არ ცდილობდა. ის ცდილობდა მეთაურებისთვის წაერთმია კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებაზე, რომელიც თეირანის გადარჩენისთვის აუცილებელია. აი რატო არის ეს საქმე ასეთი მძიმე? ირანის პრეზიდენტი ჩანს, რომ ცდილობს დაუპირისპირდეს მანქანას, რომელიც აკონტროლებს იარაღს, ფულს, დაზვერვას, რეპრესიებს და საგარეო პოლიტიკის ნაწილს. მომენტი კიდევ უფრო ფეთქებადია, რადგან შიდა კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა ირანმა შეერთებულ შტატებს ახალი წინადადება წარუდგინა პარლამენტარ მედიატორთა მეშვეობით. გეგმა ცდილობს გახსნას გამოსავალი რამდენიმე კვირიანი ბლოკადის, ეკონომიკური ზეწოლის, სამხედრო მუქარისა და ბრალდებების გაცვლის შემდეგ. მაგრამ წინადადება, როგორც ჩანს, იმეორებს თეირანის ძველ ლოგიკას. შეამსუბუქოს ზეწოლა ჰორმუზზე და ეკონომიკაზე, ისე რომ დაუღონებლივ არ გადასცეს ვაშინგტონს ის, რასაც ყველაზე მეტად ითხოვს. თეთრი სახლი ითხოვს მკაცრ გარანტიებს ბირთვულ პროგრამაზე, გამდიდრებულ ურანზე და თავდასხმით დაზიანებული ობიექტების აღდგენაზე. ვაშინგტონის თქმით, ირანის რეჟიმს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა დიპლომატიური პაუზა გამოიყენოს დროის გასაჭიანურებლად, სენსიტიური მასალის დასამალად, ბირთვული ობიექტების აღსადგენად და შემდეგ კვლავ დაპირისპირებაზე დაბრუნებისთვის. ამიტომაც ამერიკის პასუხი მტკიცია. ირანს შეუძლია მოლაპარაკება, მაგრამ ბირთვული ამბიცია ფარულად ვერ დარჩება. არსებობს ეჭვი, რომ ამ ახალ წინადადებაზე გავლენა შეიძლება კონდეს თავად ისლამური რევოლუციური გვარდიის ან იმ ძალების წრეებს, რომლებიც თამაშის კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ, ეს კი ხსნის განხეთქილებას. ცივილური სექტორი, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ დათმობების გარეშე ბლოკადა გაგრძელდება, ხოლო გვარდია ცდილობს შეაჩეროს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დანებებად შეიძლება ჩაითვალოს. შედეგად მივიღეთ გახლეჩილი რეჟიმი, რომელიც გარედან ზეწოლის ქვეშაა და შიგნითაც გახლეჩილია. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი სასოწარკვეთილია შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ კვლავ გაიმეორა, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ამავე ხაზზე მან თქვა, რომ ირანის საზღვაო ძალები განადგურებულია, საჰაერო ძალებიც განადგურებულია და დრონებისა და რაკეტების ქარხნები ძლიერ დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა, მესიჯი ნათელია. ვაშინგტონი სურს აჩვენოს, რომ ირანი აღარ აწარმოებს მოლაპარაკებებს ძალის გამოყენებით, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე. ეს არის ის მომენტი, რომელიც თეირანს შოკში აგდებს. ისლამური რევოლუციური გვარდია ყოველთვის აყიდინთვის აყიდინებდა ირანის ხალხს აბსოლუტური ძალის იმიჯს. მაგრამ ეხლა რეჟიმს უწევს წინადადებების გაგზავნა არაპირდაპირი არხებით. იმ დროს, როცა მისი პრეზიდენტი იმუქრება, რომ გაათავისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრს სამხედრო მეთაურებისადმი მორჩილების გამო. წინააღმდეგობის რიტორიკა კვლავ ხმამაღალია, მაგრამ პრაქტიკული ნიშნები აჩვენებს არაორგანიზებულობას, შიშს და კონტროლის დაკარგვას. პაკისტანი შუამავლად ჩაერთო, რადგან ორივე მხარეს სჭირდება მოლაპარაკება ისე, რომ არ გამოჩნდეს თითქოს თმობენ პოზიციებს. ირანისთვის ისლამაბადი საშუალებას აძლევს გზავნილების გადაცემას ისე, რომ საჯაროდ არ აღიაროს დიპლომატიური დანებება. შეერთებული შტატებისთვის პაკისტანური არხი გამოიყენება წინადადებების შესამოწმებლად. ზეწოლის შეჩერება. მაგრამ ასეთი ხიდი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა არსებობს მკაფიო ხელმძღვანელობა. და დღეს მთავარი კითხვა სწორედ ესაა, ვინ ლაპარაკობს ირანის სახელით. ეკონომიკა ამ კრიზისის მეორე მხარეა. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გემების მფლობელ კომპანიებს გააფრთხილა, რომ არ გადაიხადონ გადასახადი ირანისთვის ჰორმუზის სრუტეში გავლაზე.
არც საერთო ვალუტით, არც ციფრული აქტივებით, არც ბარტერით და არც ეგრეთ წოდებულობ შემოწირულობებით. შეტყობინება ნათელია. ნებისმიერი კომპანია, რომელიც თეირანს დაეხმარება ჰორმუზის სრუტე შემოსავლის წყაროდ აქციოს, შეიძლება სანქციებს შეეჯახოს. ეს ყველაზე მტკივნეულად უთხრამს რეჟიმს ფინანსებზე. ირანს სჭირდება საზღვაო ვაჭრობა, ნავთობი და მოძრაობა სპარსეთის ყურეში. როდესაც ვაშინგტონი წყვეტს გადახდის შესაძლებლობას, ბლოკავს გემებს და ემუქრება კომპანიებს, რომლებიც თეირანთან ვაჭრობენ, რეჟიმი კარგავს ფულს, მანევრის საშუალებას და დროს. გვარდია შეიძლება საუბრობდეს წინააღმდეგობაზე, მაგრამ წინააღმდეგობა შემოსავლის გარეშე გადაიქცევა გამოფიტვად. ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მარშრუტია ნავთობისა და გაზისთვის. ირანმა სცადა სრუტის გამოყენება როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა კი იგივე წერტილი იარაღად გამოიყენა ირანის წინააღმდეგ. სხვაობა ისაა, რომ ვაშინგტონს ფინანსური რესურსი და საზღვაო ძალების ყოფნა აქვს. თეირანს სუსტი ეკონომიკა აქვს, ვალუტა უფასურდება და მოსახლეობა დაღლილია მუდმივი ხარჯებით. სამხედრო ზეწოლაც არ გამქრალა. შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს ახალი ვარიანტები ტრამპისთვის, მათ შორის ირანის ინფრასტრუქტურაზე მოკლე და ძლიერი დარტყმების შესაძლებლობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს ინტერესი ჰიპერსონიკური სისტემის Dark Eagle-ის ახლო აღმოსავლეთში გადატანაზე, თუ ომი კვლავ გამწვავდება. ეს ავტომატურ თავდასხმას არ ნიშნავს, მაგრამ წარმოადგენს გაფრთხილებას. თუ თეირანი შეაჩერებს მოლაპარაკებებს, ვაშინგტონი ტონს გაამკაცრებს. ირანის ვალუტა უკვე გახდა განგაშის სიგნალი. რეალი დოლართან მიმართებაში ძალიან დაბალ ნიშნულზე დაეცა, მაშინ როცა სანქციები, ბლოკადა და გაურკვევლობა ვაჭრობას აზიანებს. როდესაც ვალუტა ფასს კარგავს, ფასები იზრდება, ხელფასი მცირდება, კომპანიები ხარჯებს ამცირებენ და ოჯახები კრიზისს ძირითად პროდუქტებში გრძნობენ. რეჟიმის რიტორიკა ინფლაციას ვერ აჩერებს, ბაზარს ვერ ასტაბილურებს და სუფრაზე საჭმელს ვერ აყენებს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი პეზესკისა და აგუარდოს დაპირისპირება. ეს აჩვენებს, რომ ამერიკულმა ზეწოლამ ბზარები გააჩინა თავად ირანის სისტემაში. ეს მხოლოდ ვაშინგტონი არ ამბობს, რომ რეჟიმი სუსტია. ეს არის ირანის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს შეამციროს მეთაურების გავლენა დიპლომატიაზე. ეს არის პარლამენტი, რომელიც კონფლიქტში ერთვება. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სამიზნედ იქცა. თავად ირანის ისტორია გვეხმარება ამ მომენტის გაგებაში 1988 წელს. 8 წლის ომის შემდეგ ერახთან აიათოლა რუჰოლა ხომეინი მიიღო გაეროს რეზოლუცია, რომელიც ასრულებდა კონფლიქტს. მან ეს გადაწყვეტილება შხამის დალევას შეადარა, რადგან რეჟიმს სრული გამარჯვება ჰქონდა დაპირებული, მაგრამ სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური დაღლილობის გამო უკან დახევა მოუწია. გაკვეთილი მძიმეა, იდეოლოგიური რეჟიმებიც კი იხევენ უკან, როცა საფასურის გადახდა შეუძლებელი ხდება. დღეს თეირანი მსგავს ზეწოლას სხვა ფორმით აწყდება. რეჟიმი წინააღმდეგობას პირდება, მაგრამ მოლაპარაკება სჭირდება. აგუარდო სულს დაუმარცხებელი გამოჩნდეს, მაგრამ ხედავს, რომ მისი გარე არხები შეზღუდულია. მთავრობა ცდილობს სუვერენიტეტის იერსახე შეინარჩუნოს, მაგრამ შუამავლებს მიმართავს წინადადებების გადასაცემად. პროპაგანდა ძალაზე საუბრობს, მაშინ როცა ეკონომიკა დახმარებას ითხოვს. სხვა ქვეყნებიც აჩვენებენ, როგორ მუშაობს ასეთი ტიპის ზეწოლა. საბჭოთა კავშირი ცივი ომის ბოლო წლებში უზარმაზარი სამხედრო ძალით შევიდა, მაგრამ ეკონომიკა ვერ ახერხებდა ამავე ტემპით კონკურენციის შენარჩუნებას. სადამ ჰუსეინის ერაყიც ასევე გაფრთხილებად გვევლინება. ქუეითში შეჭრის შემდეგ მან ძალის გამოყენებით დამკვიდრება სცადა, მაგრამ ომმა, სანქციებმა და იზოლაციამ მისი რეგიონული გავლენა გაანადგურა. ირანის შემთხვევაში პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან ისლამური რევოლუციური გვარდია მხოლოდ სამხედრო ძალა კი არ არის, არამედ ძალაუფლების ცენტრია. ის მონაწილეობს შიდა უსაფრთხოებაში, გავლენას ახდენს კომპანიებზე, ზეწოლას ახდენს პოლიტიკაზე და აკონტროლებს რეგიონული სტრატეგიის ნაწილს. ამიტომ, როდესაც პესაჩკინი ცდილობს შეზღუდოს მისი ჩარევა, დაპირისპირება ადმინისტრაციული არ არის. ეს არის ბრძოლა რეჟიმის გულისთვის. არაქტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ამ დაპირისპირებას ავლენს. თუ საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა მოლაპარაკებები გვარდიის მითითებით, პრეზიდენტისთვის სათანადოდ ინფორმაციის მიწოდების გარეშე სამოქალაქო მთავრობა მხოლოდ ფასადად იქცა. თუ პესაჩკინი ვერ აკონტროლებს საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრს ბირთვული კრიზისის დროს, მაშინ მსოფლიო ირანს ერთიანი ხელმძღვანელობის გარეშე აღიქვამს. მიუხედავად ამისა, გვარდია ადვილად არ დაიხევს უკან. მათი მეთაურებისთვის ბირთვულ საკითხზე დათმობა, ამერიკული მოთხოვნების მიღება და ჰორმუზში პოზიციის შემსუბუქება შეიძლება სტრატეგიულ მარცხად ჩანდეს. მათ ეშინიათ, რომ ერთი დათმობა გზას გაუხსნის სისხლებსაც.
ჯერ ბირთვული მოლაპარაკება, შემდეგ რაკეტები, შემდეგ მოკავშირე მილიციები, შემდეგ კი თავად ძალაუფლების სტრუქტურა. ეს შიში ხსნის სიმკაცრეს, მაგრამ ასევე ხსნის პანიკასაც. შეერთებულმა შტატებმა ამ სისუსტეს მიაგნო. ამიტომ სტრატეგია აერთიანებს ბლოკადას, სანქციებს, სამხედრო მუქარას და დიპლომატიურ ზეწოლას. დონალდ ტრამპი ინარჩუნებს ძალებს რეგიონში, იღებს გეგმებს პენტაგონიდან, ინარჩუნებს ბლოკადას და მოითხოვს, რომ ირანმა უარი თქვას ბომბისკენ მიმავალ ნებისმიერ გზაზე. შეთხობინება გათვლილია. რეჟიმი მხოლოდ მაშინ იცოცხლებს თუ დათმობს. ირანი იმ წერტილამდე მივიდა, სადაც ძალის დემონსტრაცია აღარ არის საკმარისი. პაკისტანის მეშვეობით გაკეთებული წინადადება აჩვენებს მოლაპარაკების აუცილებლობას. მუქარა არაგიშის წინააღმდეგ კი შიდა უკონტროლობას ასახავს. შეერთებული შტატების გაფრთხილება აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ფინანსური ხვრელების დახურვას ცდილობს. ახალი იარაღების შესახებ დებატი კი აჩვენებს, რომ სამხედრო ვარიანტი კვლავ აქტუალურია. და ეკონომიკური ვარდნა აჩვენებს, რომ დრო თეირანის წინააღმდეგ მუშაობს. საბოლოოდ ირანის რეჟიმი პანიკაში ვარდება, რადგან ზეწოლა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან აღარ მოდის. ახლა ის თავად სისტემის შიგნიდანაც მოდის. პესეშკინი ცდილობს დაუპირისპირდეს გვარდიას, ისლამური რევოლუციური გვარდია. ღალიბაფი მოქმედებს საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. არადიში ხდება სიმბოლო მორჩილებისა მეთაურებისადმი. ვაშინგტონი აკვირდება ბზარს, იმ დროს როცა ბლოკადას ინარჩუნებს. რეზიუმე მარტივია. ირანი ცდილობდა ჰორმუზიდა და ბირთვული პროგრამა შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა კრიზისში, რომელიც აჩვენებს რეჟიმის სისუსტეს რტეს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში. შემდეგ